მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და მოდით დღეს ვნახოთ 2026 წლის ტაროს პროგნოზი ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ნიშნულოვანია, რომ მოусმინოთ არა მხოლოდ თქვენს ზოდიაქოს, არამედ ნახეთ მთვარის მდებარეობით დაბადების მომენტში და რა თქმა უნდა მოусმინეთ ასცენდენტსაც. ამ სამის ერთობლიობა მოგცემთ სრულ ინფორმაციას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც იშლება თქვენთვის 2026 წელს. და მაშ ასე ჩემო ძვირფასებო, მოდით ვნახოთ რა მოაქვს 2026 წელს თქვენთვის. ნახოთ რა მოაქვს, რა მიდის, რა მოაქვს 2000. ძალიან სერიოზული ცვლილებების წელი მოდის ლომებისთვის. ძალიან სერიოზული ცვლილებების წელი მოდის ლომებისთვის. ეს არის მოულოდნელი ცვლილებების და სიურპრიზების წელი. ახალი სიცოცხლე, ახალი რეალობა, ახალი ურთიერთობები შემოდის თქვენთან. ნიშნულოვანი ცვლილებები იქნება საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში და ასევე სიახლეებს უნდა ელოდოთ ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან. მოკლედ მოეჭიდებით ისეთ საქმეებს, საიდანაც იქნება დიდი შემოსავალი, დიდი მოგება, რაღაცა მასშტაბურ თემებზე არის აქ საუბარი, არ არის აქ 1-2 კაპიკზე და 1-2 ლარზე საუბარი, საუბარი არის საკმაოდ მსხვილ მასშტაბურ საქმეებზე. შეიძლება ეს იყოს კარგი საქმიანი გარიგება. შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, კარგი შესაძლებლობა, თქვა, შეიძლება უძრავი ქონების შეძენა ძალიან კარგ ფასად. ხო, გაგიმართოთ, ან პირიქით რაღაცის გაყიდვა გინდა და ძალიან კარგ ფასში გაყიდოთ. ანუ მოგება უნდა იყოს ძალიან მსხვილ ფულზე არის აქ საუბარი და ესეთი კარგი საქმიანი, სარფიანი გარიგებები, სადაც შეგიძლიათ დიდი თანხა გაჩარხოთ, ხო? შეიძლება ეს იყოს ძალიან დიდი ვალის დაბრუნება, რაღაცა ისეთი საქმის დატრიალება, სადაც დიდი ფული ტრიალებს და თქვენთვისაც საკმაოდ ისეთი იქნება, ხო? მომგებიანი, საკმაოდ დიდი წილი იქნება აქედან თქვენთვის. მოკლედ დიდ ფულთან არის საქმე. არის ნგრევა ფინანსური პრობლემების აქ, ხო? როგორც ჩანს აქ თან გდევდათ, საკმაოდ ისეთ მდგომარეობაში იყავით, შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება არა ვთქვათ, რამდენიმე თვე, არამედ გრძელდებოდა 1-2-3 წელი, ხო? რაღაცნაირად ესეთი არც თუ ისე სასიამოვნო ფინანსური მდგომარეობა, ეს ყველაფერი ინგრევა ჩამოიშლება, აღარ ინერვიულოთ ამაზე, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან ახალი ენერგიები და ახალი სიცოცხლე შემოდის. აქ საინტერესო არის უფრო მეტად ის, რომ თქვენი შინაგანი ტრანსფორმაცია მოდის. ძალიან ძლიერად და ეს შინაგანი რწმენა საკუთარ თავში, თავდაჯერებულობა, თითქოს ეცეთ როგორ ხართ, აი ასხივებთ, რაღაცა ისეთი ენერგია არის თქვენში, რომ ასხივებთ ამ ენერგიას და მაგნიტივით იზიდავთ სწორ და თქვენთვის საჭირო გარემოცვას. სწორ და საჭირო პარტნიორებს, არა მხოლოდ საქმიან ურთიერთობაში, აი პარტნიორებს რაც შეეხება, ხო? არამედ პირად ცხოვრებაში, პირადი ურთიერთობის, აი აქ პარტნიორების გასწორებაზეც კი შეიძლება იყოს საუბარი. იცით როგორი წელია? აი სადაც გჭირდებათ პოდიუმი, არ ვიცი, სცენა, წითელი ხალიჩა და აქ თქვენ უბრალოდ კი არ გამოდიხართ ამ სცენაზე, არამედ ბრწყინავთ თქვენი მიღწევებით. ძალიან ესეთი კარგი წელი მოდის თქვენთვის. ჩემო ლომებო. დიახ, რაზეც წლები ნერვიულობდით, რაზეც წლების განმავლობაში მუშაობდით, ან არ ვიცი, ოცნებობით, სწორედ ახლა შეიძლება რეალიზდეს და აი როგორც გამარჯვებული ისე ადიხარ სცენაზე აქ.
აი პრედესტალზე დგახართ, რასაც ქვია და ესე ქვევიდან შემოყურებთ გარემოცვა. აი მართლა გამარჯვების წელი არის, ხო, რაღაცა ესეთი თქვენი ტრიუმფის წელია, იმიტომ რომ აი რაღაცა ძველი დასრულებული საქმეები განსაკუთრებით აი ამ ძველ დაუსრულებელი საქმეები რაც იყო, ამ საქმეებს აგვარებთ გადასარევად. სწორედ წელს შეიძლება იყოს ის დრო, როდესაც აი მართლა რაღაცა წლების ოცნებები ახდება, რაღაცა საქმეები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვერ აგვარებდით, არ გვარდებოდა, არ კეთდებოდა, სწორედ ეხლა შეიძლება მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე და გამოგივიდეთ ყველაფერი, იმიტომ რომ აი ეხლა გაგეძლევათ შესაძლებლობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცოთ თქვენს მტრებს თქვენი ძალა, თქვენი უპირატესობა, ტურები თქვენს გარშემო საკმაოდ ბევრი არიან, ხო? ძალიან ლომების გარშემო ტურები ყოველთვის დაძრწიან ხოლმე, მაგრამ აი ახლა გეძლევათ საშუალება, რომ თქვენი უპირატესობა, თქვენი ძალა დავამტკიცოთ იქ ყველას. იქნება ეს თქვენი ოპონენტი პირად ცხოვრებაში, ვიღაცა ხელისშემშლელი საქმიან ურთიერთობაში ნებისმიერში, თუნდაც არ იყოს ეს ოპონენტი, თუნდაც უბრალოდ იყოს ეს თქვენი გარემოცვა, თქვენს ლომურ, მეფურ ქარიზმას, ნიჭს, შესაძლებლობებს ამ წელს მაქსიმალურად გამოყენებთ. ამის შესაძლებლობა გეძლევათ, გამოიყენებთ თუ არ გამოიყენებთ, უკვე რა თქმა უნდა თქვენზე არის, ხო, დამოკიდებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა ლომი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს ხელიდან, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ დამსახურებულად იბრწყინოთ. ჩემო ძვირფასო ლომებო ამ წელს გამარჯვება და ფორტუნა თქვენ მხარეს არის და იღბალი თქვენი ცხოვრების მეგზური ამ წელს. აი ესეთი ამბავი არის აქ, ფინანსებს კიდევ ერთხელ შევხედოთ, იმიტომ რომ პარტნიორულ ურთიერთობებზე გასაგებია, რომ აშკარად ყველაფერს სათქვენოდ ალაგებთ. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, აქაც გვიჩვენა, ხო, კი ბატონო, სრულდება, ნამდვილად სრულდება და ეს რაღაცა პრობლემური პერიოდი ფინანსებში და იწყება ესეთი აქტიური პერიოდი ფინანსური შემოდინებების ისევ და ისევ დიდ თანხებთან ესეთი კარდინალურად იცვლება, უცებ ხო, თითქოს აი ესე კარგი ხნის განმავლობაში რაღაცა სტაგნაცია იყო არასასიამოვნო, მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება და დიდი მსხვილი თანხების შემოდინება შეიძლება იყოს აქ, რაღაც მომგებიანი გარიგებების მოწყობა შეიძლება იყოს აქ, ზოგადად ენერგია აქტიურდება, ბევრი მოძრაობა არის, იქნება სამსახურის ცვლილებები, მათ შორის ეს შეიძლება იყოს ონლაინ სამუშაო, ან შეიძლება საზღვარგარეთ, ხო, ეს თუნდაც საცხოვრებლად შეიძლება წახვიდეთ, ზოგიერთი ლომი საზღვარგარეთ, ხო, ანუ შორს იმ არსებული სახლიდან, სადაც ეხლა ხართ. მთავარი აქ არის ის, რომ აქ ფინანსური და მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. შედიხართ რაღაცა კომფორტის ზონაში და ყველა კარი თავისუფლად იხსნება წელს თქვენთვის. არაერთ გამარჯვებას მოიპოვებთ და მიზნებსაც მიაღწევთ. გადასარევი წელი აქვს ლომებს აშკარად, უბრალოდ ერთი სიტყვა მინდა პირადთან დაკავშირებითაც დავამატო და პირადთან დაკავშირებითაც მართლა ერთ სიტყვას დავამატებ და აქ მეც არც არაფერს არ დავამატებ, რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იხსნება აქაც რა პირადზე, რომ შეიძლება იყოს ქორწინებები, კი ბატონო, ახალი პარტნიორები, ძველ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგება, ოღონდ აქ უკვე თქვენ მიყავთ პარადი, ჩემო კარგებო, პირად ცხოვრებაში, პარტნიორებთან ურთიერთობაში უკვე ეს წელი გაძლევთ ისეთ შესაძლებლობებს, სადაც შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობები თქვენ მართოთ, თქვენ მიუთითოთ თქვენს პარტნიორსაც, მათ შორის როგორი ურთიერთობა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოთ, როგორ უნდა გაუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული, როგორი უნდა იყოს თქვენი მზრუნველობა და ზოგადად დაალაგოთ თქვენი ცხოვრება და მომავალი. არაჩვეულებრივი წელი მოდის ლომებო თქვენთვის, სამეფოდ შესაფერისი თქვენთვის და იმედია თქვენო ბრწყინვალება მოგეწონათ, გაშლა მოგეწონათ პროგნოზი და ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, აწმეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ამაყ და მედიდურ ლომებს.